სიმების თეორია და დამატებითი განზომილებები. მეორე მხრივ, სიმების თეორიისა და მულტისამყაროს თეორიის მომხრეებმა იპოვეს მტკიცებულებები სივრცის დამატებითი განზომილებების არსებობისათვის სამყაროს გაფართოებაში, იგივე ინფლაციაში. ზოგიერთი ეს განზომილება შესაძლოა არსებობდეს წმინდა გამოთვლით, დახვეული ჩვენს შიგნით. ეს განზომილებები იმდენად პაწაწინაა, რომ მათ უშუალოდ ვერ აღვიქვამთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თხელი მილი, რომელიც შედგება მხოლოდ ერთი ხაზისგან. უფრო ახლო დათვალიერებისას ვხედავთ, რომ ხაზი სინამდვილეში სწორი არ არის, არამედ მოხრილია, დამატებით პაწაწინა განზომილებაში. იმის მიუხედავად, რომ დახვეული განზომილებები მცირე და დაფარულია, სხვა სამყაროები შეიძლება იმალებოდეს მათ შიგნით. სიმების რხევის და დახვეულ განზომილებებში მათი გავრცელების გზა სავარაუდოდ ჩვენ სამყაროში დაკვირვებადი მატერიის გარკვეული თვისებებითაც კი არის ამოსაცნობი. ამის მიუხედავად, თეორიები ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული. ზოგიერთმა მკვლევარმა დიდი აფეთქების გამოთვლებშიც კი აღმოაჩინა მინიშნებები, რომ საწყის წერტილში მხოლოდ ერთი კი არა, 3 ან შესაძლოა უსასრულოდ ბევრი სამყარო წარმოიქმნა. ზოგიერთი ეს მოდელი ითვალისწინებს, რომ სხვა სამყაროები უკიდურესად განსხვავდება ჩვენისგან. თუ ისინი პაწაწინაა, ან მათ შიგნით სრულიად განსხვავებული ფიზიკური კანონზომიერებები მოქმედებს, ჩვენ ვერასოდეს ვიმოგზაურებდით მათში და სავარაუდოდ ვერც აღვწერდით მათ. სხვა თეორიები ვარაუდობენ, რომ ჩვენ დაკავშირებულნი ვართ და მეტიც. ცხოვრობთ მრავალ სხვა განზომილებაში. მულტისამყაროში ეს ყველა შესაძლებლობა ერთად არსებობს. არსებობს სამყაროები, რომლებიც უთვალავი ვარიანტით გვანან ჩვენსას. ისევე როგორც სამყაროები, რომლებიც სრულიად განსხვავებულია. განზომილება ჩვენი დედამიწის შიგნით. ანტარქტიდაში მეცნიერები ზომავენ ნეიტრინოების ნაწილაკების ნაკადებს კოსმოსიდან. NASA სისტემა ANITA, ანტარქტიდის იმპულსური გარდამავალი ანტენა, იყენებდა გიგანტურ ბუშტს კოსმოსიდან მომავალი ნეიტრინოების გროვების გასაზომად. მაღლა ანტარქტიდის ცივ და მშრალ ჰაერში. მოულოდნელად ანტენებმა დააფიქსირეს დაბალი ენერგიის ნაწილაკების, ანუ ნეიტრინოების ნაკადი, რომელიც პირდაპირ დედამიწის ცენტრიდან მოდიოდა. ნეიტრინოებს შეუძლიათ მხოლოდ მატერიის თხელ ფორმებში შეღწევა, არა მთელ დედამიწაში. ეს ნიშნავს, რომ მაღალი ენერგიის ნაწილაკების აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დედამიწას კოსმოსიდან ეჯახებიან. ამ გაზომვამ მიანიშნა პარალელური სამყაროს არსებობაზე, რომლის გადაკვეთა სადღაც დედამიწის შიგნით არის. ნაწილაკების ნაკადმა დასკვნის გამოტანის საშუალებაც კი მოგცა, რომ ნეიტრინოებმა დროში უკან იმოგზაურეს. ამიტომ ნაწილაკების წარმოშობის სამყაროში დრო უკან მიდის. ანუ ამ კოსმოსის დროის ღერძის ჩვენი საპირისპიროა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.